ეხლა ვსკროლავდი და ამომიგდა აბსოლუტურად უცხო ადამიანის ფოტო და ფოტოსგან წამოვიდა არ ვიცი სურნელი მოგონებები ფერები ყველაფერი ერთდროულად დამარტყა გამახსენდა ქობულეთში იყო ეს ფოტო გადაღებული აი როგორი იყო ჩვენი ბავშვობა ეხლა ალბათ 90-იანების ბოლო ან 2000-იანების დასაწყისის ფოტო იყო იმიტომ რომ ფერებზე ეს ეტყობოდა რა უცნაურია ხო როგორ გვიჭირდა ეხლა მე უფრო ჩემი თაობის ადამიანებს და კიდევ უფრო დიდი თაობის ადამიანებს როგორი გაჭირვება იყო ხო ეხლა ძირითადად გვიშვებდნენ ხოლმე ბავშვებს სოფელში მე ზღვაზე ხო ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში ვისაც ძალიან არ უჭირდა მიდიოდი დასასვენებლად ბებიასთან ბაბუასთან იქ ტელევიზორი ერთს ჰქონდა მარტო სოფელში და მთელი სოფელი რომ მიდიოდა იქ სერიალის საყურებლად რო არ გაინტერესებდა ის სერიალი რაღაცა იზაურა თუ რაღაცა ერქვა ხოლმე მაგრამ მაინც აი ეს თვითონ შეკრების მომენტი რო სასწაული იყო და ძროხები რომ მოდიან და გარეთ რო იკრიბებით და რო ელოდებით რომ ეს ნახირი როდის წამოვა და წრეში ბურთი და კიდე მახსოვს რომ გოგოებს ჰქონდათ ხოლმე დაღრეცილი ფეხსაცმელი ეხლა ხვდები რომ ჰქონდათ სერიოზული პრობლემა ხერხემალზე ალბათ მაგრამ მეც მინდოდა ესეთი დაღრეცილი აი ვისაც ახსოვს რაღაცნაირი პლასმასის არ ვიცი რისგან იყო ეს ჩუსტები და ყველას ჰქონდა ცოტა მობრეცილი და შენს გინდოდა რომ ოდნავ მობრეცილი ჰქონდა არ მე მინდოდა მე ზღვაზე წახვიდოდი და ეს დედები რო ჭორაობენ მთელი დღე რო ჭორაობენ და შენც რო ამ ჭორებში ხარ ჩართული და ყველაზე დიდი ბედნიერება არის ახალი კამერა აი ახალი კამერა იყო თანამეგზური მთელი ზაფხულის იმიტომ რომ ამ კამერაში ხდებოდა კამერას გულისხმობ გასაბერ კამერას, საცურაო კამერას. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს იყო აი ძალიან დიდი ბედნიერება და რაღაცა ბრასლეტები და ნიჟარებისგან გაკეთებული რაღაცები რო იყიდებოდა, აი მაგასაც თუ მიყიდიდნენ, საერთოდ ხო სასწაული იყო და აი ერთმა უცხო ადამიანის ფოტომ რამდენი მოგონება გაახვიცა და ნეტა რა არის? ნეტა მაშინ ჯობდა თუ უბრალოდ სულ ყველას გვენატრება ჩვენი ბავშვობა და ტკბილი მოგონებები ბავშვობაში, იმიტომ რომ ნაკლები რაღაცა გვაქვს სადარდებელი. აი ნეტა ეგ არის თუ მართლა ჯობდა მაშინ, როცა არ იყო ტელეფონები, სოციალური ქსელი. არ ვიცი, იმდენი რაღაცა გამახსენდა ხალხმა, იმდენი რაღაცა გამახსენდა, იმდენი სიტკბო და იმდენი ბედნიერება, რომ ვერ წარმოიდგენთ. ხე იმედი მაქვს, რომ თქვენს გაგახსენდებათ რაღაცები, გამიზიარეთ.